მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და ტრადიციისამებრ მოდით ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 27 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ვნახოთ აბა ახლავე დავარიგებ ვარიანტებს და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. კვებსაც დავამატებთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. არჩიეთ სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ, გეძახით. პირადი კონსულტაციის მსურველებმა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსებისთვის აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, ეს პოსტი და ვისაც არ გაქვთ მოწონებული ჩემი გვერდიც. და დავიწყოთ მოდით პირველი ვარიანტიდან. ვნახოთ აბა თქვენთან რა მოხდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანი პენტაკლების სამიანი. ეს ერთი კვირა თქვენთვის იქნება ერთგვარი მოლაპარაკებების, შეთანხმების კვირა, იმიტომ რომ პენტაკლების სამიანი ყოველთვის არის რაღაც გარკვეული კომპრომისები, ადამიანებთან კომუნიკაცია, ადამიანებთან შეთანხმება. რა თქმა უნდა, ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, ბევრისთვის ეს იქნება თუნდაც ახალი სამსახური, ახალი რაღაც დასაქმება, ხო? რატომაც არა, იმიტომ რომ ხშირად გასაუბრებებთან დაკავშირებითაც ამოდის ეს არკანი. ბევრთან კი იქნება ეს უბრალოდ კვირა, როდესაც თქვენ საუბრობთ ადამიანებთან, როდესაც თქვენ თანხმდებით, ხდება ერთგვარი შერიგების, მოლაპარაკებების პროცესები. მოდით დავაზუსტოთ და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 27 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ხმლების 8-იანი, ხმლების 2-იანი. აქ თქვენ მოგიწევთ თქვენი გარკვეული შიშების დაბრკოლება, ძვირფასო მეგობრებო, მოგიწევთ რომ თქვენი კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ, რომლიდანაც ძალიან არ გინდათ გამოსვლა აშკარად. რა თქმა უნდა, ყველასთვის კომფორტის ზონა ძალიან ინდივიდუალური არის და მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირი. საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი მუდმივად კომფორტის ზონიდან გამოდიოდეს, ხო? ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ამ სამყაროში, ამაზე შევთანხმდეთ. ხანდახან პირიქით საჭირო არის ისიც, რომ ადამიანმა ცოტათი დაისვენოს, მოისვენოს, ამოასუნთქოს საკუთარი თავი. მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ აქ არც მოვლენები, არც სამყარო არ გაცდიან იმას, რომ უბრალოდ ფეხი-ფეხზე გადაიდოთ და დაისვენოთ. პირიქით ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენგან სამყარო, რასაც ქვია, ითხოვს და მოითხოვს, რომ თქვენ გამოხვიდეთ თქვენი კომფორტის ზონიდან. პირველ რიგში ჩაიხედოთ საკუთარ თავში, დაამუშავოთ თქვენი რაღაც შიშები, დაფიქრდეთ საიდან მოდის თქვენი შიშები, თქვენი შფოთვები, თქვენი ნეგატიური აზრები და შეუდგეთ გარკვეულ რისკებს. რა თქმა უნდა, პირდაპირ ცეცხლში ჩავხტებით. მაგრამ მეტი რისკი, მეტი კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მეტი დაბრკოლება თქვენი რაღაც კომპლექსებისა, შიშებისა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში. კიდევ დავამატოთ არკანები. კი ბატონო, არკანი განდეგილი, არკანი კვერთხების რაინდი, პაჟი უფრო სწორად და ხმლების 9-იანი. ნახეთ, შიშები ამოდის აქ. თქვენ აქ ამ ერთი კვირის განმავლობაში მოგიწევთ რომ დააბალანსოთ ადამიანებთან კომუნიკაცია, ადამიანებთან საუბრები, მოლაპარაკებები და თქვენი თვით შესწავლა, იმიტომ რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, გავიმეორებ, ის რომ საკუთარ თავში ჩაიხედოთ, დაფიქრდეთ საიდან მოდის თქვენი რაღაც კონკრეტული შიშები, შფოთვები, იმიტომ რომ აქ მე აშკარად ვუყურებ ადამიანებს, რომლებსაც ძილიც კი შეიძლება უჭირდეთ რაღაც გარკვეული შფოთვების ან ნერვული აშლილობის გამო. და ნახეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში ამის დაბრკოლება მოგიწევთ. ხო, ამის დაბრკოლება, მოგიწევთ მეტი ფიქრი, მოგიწევთ არასასიამოვნო რეალობისთვის თვალებში ჩახედვა, საკუთარი თავისთვის არც ისე სასიამოვნო შეკითხვების დასმა. მაგრამ საბოლოო ჯამში ზუსტად ეს გამოაღვიძებს თქვენში რაღაც ახალ ენერგიებს და მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოიკრიბოთ ახალი ძალა, მოგცემთ იმის საშუალებას, რომ კონკრეტულ ადამიანებთან ნორმალურად, ადეკვატურად მოილაპარაკოთ, შეთანხმდეთ, რაღაც კომპრომისებზე წახვიდეთ შესაძლოა, ხო?
სულ ეს არის პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება აბა? არკანი მზე ამოვიდა მეორე ვარიანტთან. კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რაღაცის თქმა შემიძლია უკვე, მაგრამ მინდა რომ დავამატო არკანები, რომ დავაზუსტო. რა ელოდება მეორე ვარიანტს? ამ ერთი კვირის განმავლობაში 27 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. რა გელოდებათ ვნახოთ აბა? პენტაკლების 6-იანი მაგი. კვერთხების 3-იანი, იმპერატორი კაცი, კვერთხების 7-იანი და პენტაკლების 7-იანი. მეგობრებო, ეს ერთი კვირა მეორე ვარიანტი თქვენთვის უფრო ახსავსე იქნება ემოციებითაც და მოვლენებითაც, ვიდრე პირველი ვარიანტის შემთხვევაში იყო ეს და რა კუთხით. პირველ რიგში აქ იქნება ურთიერთობის ჩამოყალიბება საკუთარ ეგოსთან, მოდით ასე ვიტყვი და იმისათვის რომ ყოველთვის გასაგები იყოს ეს ინფორმაცია, რომელსაც ახლა გავაშხერებ, ვიტყვი მაქსიმალურად ყოველთვის გასაგები ენით. მეგობრებო, ეგო ზოგადად აბსოლუტურად ყველაფერს აქვს ადგილი ჩვენ სამყაროში, გავიმეორებ. ყველაფერი არსებობს რაღაც გარკვეული მიზეზის გამო, ხო და ყველაფერი საჭირო არის გარკვეული დოზით ჩვენს რეალობაში. და ბევრს გონია, რომ ეგო არის რაღაც ცუდი, რაღაც ნეგატიური, რომ ეგო უნდა მოკლა, მაგრამ უნდა მოკლა მხოლოდ არაჯანსაღი ეგო. ჯანსაღი ეგო საჭირო არის იმისათვის, რომ ადამიანმა დაიცვას საკუთარი პირადი სივრცე, იმისათვის, რომ იცოდეს საკუთარი თავის ფასი, იმისათვის, რომ უხეშად რომ ითქვას, არ წამოეგოს რაღაც გარკვეულ სისულელეებს, მანიპულაციებს სადღაც, ხო? და დაიცვას პირადი საზღვრები. ამისთვის არის საჭირო ჩვენი ეგო. მაგრამ რა თქმა უნდა, ადამიანების უმეტესობის შემთხვევაში ეგოცენტრიზმი გადადის ცოტა ნეგატიურ მოვლენებში, ცოტა ნეგატიურ მინუსებში, როდესაც ადამიანი უკვე ხდება იმდენად ეგოცენტრიკოსი, რომ გონია აბსოლუტურად ყველაფერი საკუთარ თავზე, როდესაც ადამიანს მიაჩნია, რომ ყველა მასზე ფიქრობს, ყველა მისკენ იშვერს თავს, მთელი სამყარო ზოგადად მის ირგვლივ ბრუნავს და როდესაც ადამიანს შეუძლია, რომ გადააბიჯოს სხვას და სხვის პირად სივრცეს საკუთარი კარგად ყოფნისთვის, ხო? და აქ თქვენ არ აქვს მნიშვნელობა ჯანსაღი ეგოს მდგომარეობა გაქვთ თუ არა. თქვენ მეორე ვარიანტი მოგიწევთ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში მეტად ისწავლოთ ურთიერთობა და კომუნიკაცია საკუთარ ეგოსთან, მეტად დააფასოთ საკუთარი თავი, მეტად ისწავლოთ საკუთარი პირადი საზღვრების დაცვა და პლუს ამასთან ერთად ნახეთ პენტაკლების 6-იანი და არკანი მაგი ამოვიდა, ხო? თქვენ ისწავლით ამ ერთი კვირის განმავლობაში საკუთარი რესურსების უფრო სწორ განაწილებას, იმიტომ რომ აქ თქვენ სამყარო ნათლად დაგანახებთ იმას, თუ რაში უნდა ჩადოთ რესურსები და რაში არა. აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს რეალობაში არის ენერგია, რაზედაც ჩვენ ვფიქრობთ. ესეც არის ენერგია. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ რაღაცაზე ან ვიღაცაზე, ამ დროს ჩვენ ამ კონკრეტული ადამიანის ან მოვლენისკენ ვუშვებთ ენერგიას. და ჩვენი ენერგია ლოგიკურია მიდის, ხო? და აქ თქვენთვის იქნება ზუსტად ასეთი აწონ-დაწონვა ამ ერთი კვირის განმავლობაში, თუ სად უნდა ჩადოთ თქვენი ენერგია, სად არ უნდა ჩადოთ. სამყარო კარგად დაგანახებთ რა არის თქვენთვის რესურსიანი, რა არ არის რესურსიანი. ამიტომაც ამ ერთი კვირის განმავლობაში უნდა იყოთ ყურადღებით. გარდა ამისა, ეს ერთი კვირა თქვენთვის იქნება ტრანსფორმაციული. ზოგადად კვირის ბოლოსკენ 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ჩვენ გვაქვს სამაინის დღესასწაული, ეს არის უძველესი დღესასწაული დაკავშირებული ტრანსფორმაციასთან, სიღრმისეულ ცვლილებებთან და თქვენზე მეორე ვარიანტი, როგორც ჩანს, ეს ძალიან იმოქმედებს, იმიტომ რომ არკანი მზეც, არკანი მაგიც ამოვიდა და არკანი იმპერატორი კაციც, სამი უფროსი არკანი. ჩემი კოლეგები, ვინც მიყურებთ, თქვენთვის აქ ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ თქვენი მაგიური შესაძლებლობები გაძლიერდება, ან რაღაც ახალ შესაძლებლობას აღმოაჩენთ საკუთარ თავში. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, აქ თქვენ გელოდებათ მეორე ვარიანტი, უმძლავრესი ტრანსფორმაცია. და ამ ტრანსფორმაციულ ენერგიებში თქვენ უკვე ხართ.
თქვენ დგებით ცხოვრების რაღაც სრულიად ახალ გზაზე, სადაც იწყებთ საკუთარი თავის მეტ სიყვარულს, მეტ პატივისცემას, მეტ დაფასებას, სადაც იზრდება და უმჯობესდება თქვენი სტატუსი, თქვენი რეპუტაცია, თქვენი ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობაც და სადაც თქვენ ამ ყველაფერს მაქსიმალურად კარგად სწავლობთ და სწავლობთ სად, როგორ და როდის უნდა მიუშვათ თქვენი ყურადღება. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უღრმესი მადლობა წარმატებები და ნახვამდის.